თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან ისტორიულად მტკიცე კავშირი აქვთ, ისინი საუბრობენ მსგავს ენებზე, იზიარებენ რელიგიას და კულტურულ წარსულს. ჰეიდარ ალიევმა ეს ურთიერთობა დაახასიათა როგორც ერთი ერი, ორი სახელმწიფო. 2021 წელს მათ შუშას დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა. თუ რომელიმე ომის წინაშე დადგებოდა, მეორე მხარე სამხედრო დახმარებას გაუწევდა. დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, უშიშროების საბჭოებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და ევროპისათვის გაზის უსაფრთხო მიწოდებას. ასევე შეთანხმდნენ ვაჭრობის გაზრდაზე, ახალი ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო გზების მშენებლობაზე, რაც მოიცავს ზანგეზურის კორიდორსაც, პროექტს, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს დააკავშირებს ნახიჩევანის ექსკლავთან სამხრეთ სომხეთის გავლით. ამ ყველაფერმა კი მაშინ მიიღო დოკუმენტის სახე, როცა 2020 წლის მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის წარმატებისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა თურქული TB2 ტიპის დრონები. სიმბოლურია ისიც, რომ ეს შეთანხმება შედგა ქალაქ შუშაში, რომელიც აზერბაიჯანმა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს დაიბრუნა. ცერემონიის იქ ჩატარება კი იყო ძლიერი გზავნილი, რომ თურქეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ პრეტენზიებსა და სამხედრო იერიშს სრულად უჭერდა მხარს.